ქვეყნის დასანქცირებასაც ითხოვდნენ, მაგრამ თუ კონკრეტულ პირზე იყო რაღაცა კონკრეტული მტკიცებულებებით, მაშინ მე ეს არ მიმაჩნია დაისა. ამ განცხადებით გელა ნიკოლაიშვილი წინააღმდეგობაში მოდის თავის გუნდის წევრებთან ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლები, რომელთა მიმართვის საფუძველზეც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ დაიწყო, ქვეყნის საბოტაჟად ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნასაც ასახელებენ. დღეს კი ნიკოლაიშვილმა განსხვავებული პოზიცია გამოხატა და მედიას დაუდასტურა ისიც, რომ პროკურატურისთვის მიმართვის საფუძველი მხოლოდ პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებია. საჯარო ინფორმაციებიდან, რომელიც ყოველდღიურად ფაქტიურად იმ პერიოდში ვრცელდებოდა და ესაც ვრცელდება, რაც მე მივიჩნიე იმათ, რომ შეიძლებოდა აქ ყოფილიყო რაღაც დანაშაულის ნიშნები, ოღონდ ხაზგასმით ისევ მათაც უთხარი და ისევ ვიმეორებ, რომ ეს იყო მიღებული მხოლოდ საჯარო ინფორმაციებიდან. კონკრეტული პიროვნების მიმართ არაადამიანური თუ რაღაცა უფლებადარღვევითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ეს არის ჩვეულებრივი არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობა. პრორუსული პარტიის ერთ-ერთი წევრი ამბობს იმასაც, რომ მათ მიერ პროკურატურაში შეტანილი განაცხადი პრევენციული სახის იყო, რომ ქვეყანაში არეულობა არ მომხდარიყო. გამოდის, რომ საგამოძიებო უწყება მძიმე ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ ვარაუდებით და პრორუსული პარტიის წევრების პოზიციების გამო დაიწყო. შესაბამისად, ბრალდებული პოლიტიკოსები და მათი ინტერესების დამცველები თანხმდებიან, რომ ნეიტრალური საქართველოს ქართული ოცნების დაკვეთის შესაბამისად მოქმედებს, რითაც თავის მხრივ რუსულ დავალებას ასრულებს. მან თქვა, რომ დიდი შეცდომა იყო გადატრიალება, როცა მოხდა საქართველოში 92 წელს და მას ჰქონდა ის мотиваცია, რომ ანალოგი არ განმეორებული იყო ჩვენს ქვეყანაში. ის мотиваციაც ყველას გვაქვს და რაც დაუშვებელია, როდესაც მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა. სხვა რაიმე ინფორმაცია მას ისეთი მნიშვნელოვანი არ მეუწოდებია. ტელევიზიით უყურა მოვლენებს და ამაზე ჩათვალა, რომ იყო რაღაც დაძაბულობის კერები. გელა ნიკოლაიშვილმა იურისტია და იცის რა და როგორ, ამიტომ მან თქვა, რომ ჩვენ მიმართეთ პროკურატურას არც კონკრეტული ადამიანები მიმითითებია განსხვავებით იმ სამოწმისგან, რომელიც გუშინ იყო. არც ის დამიწერია, რომ იმაზე დანაშაულია და თვითონ პროკურატურა უნდა გადაწყვეტეს და ყველაფერი საჯაროთი და მეტი კითხვა არც დამისვავს და ჩვენ პროკურატურა უნდა გადაწყვეტოს, იყო იქ თუ არა დანაშაული. პრორუსული პარტიის წარმომადგენლის გარდა დღევანდელ ხდომაზე პროკურატურამ მოწმედ ნინო ონიანიც წარადგინა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავს ჟურნალისტად წარმოაჩენს, ცნობილია ძალადობის ამხალისებელი გზავნილებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, პროდასალური აქციების მიმდინარეობისას ის სამართალდამცველებს მოქალაქეების ცემისკენ მოუწოდებდა. დღეს სასამართლოში მოწმედ მისული კი ამტკიცებდა, რომ მის ხელშია წყაროს მიერ მიწოდებული აუდიო ჩანაწერები, თუმცა რა ისმის მასალაში ან ვინ არიან ფიგურანტები, ამაზე პასუხები არ აქვს. ქალბატონინო, არ გესმით ჩვენი ხმა, რომ გესაუბრებით? ეთყობა არ გესმით, რას ნიშნავს? რა ჩვენება მიეცით, რა ჩანაწერები გაქვს და ვინ მოგაწოდათ ეს ჩანაწერები? ნახე, ტელეფონზე ვსაუბრობ და არა, არ საუბრობთ, არაფერს არ საუბრობთ. გისვამთ კითხვებს. გვაინტერესებს საიდან მოიპოვეთ ეს ჩანაწერები და ვინ ფიგურირებს ამ ჩანაწერებში? გვაინტერესებს თქვენი პოზიცია. პოლიტიკოსების საუბარია თუ ვისი საუბარი ჩანაწერებში? დღეს ხდომაზე მოსული ონიანი ამტკიცებდა იმასაც, რომ მისი საქმიანობა ჟურნალისტიკაა, ის აქტიურად წერს სტატიებსაც, თუმცა მის ნამუშევარს საჯაროდ არ აქვეყნებს. აპასნი როჟა ვარ, მე მთელი ცხოვრება, გაიგე. იღებს ხელფას, მაგრამ არ უფიქსირდება ჩარიცხვები. რაში მაინტერესებს, ვისაც რა უნდა ისწყინდეს და ასე შეგევრე ბესპრინცელი გავხდი. რასაც მინდა იმას ვამბობ, არ გინდათ, ნუ მიყურებ. ბრალდებული პოლიტიკოსების ინტერესების დამცველებისთვის ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ხდომათა დარბაზში მიმდინარე პროცესები კი აბსურდის თეატრია. Ბევრჯერ გამოდიოდით, საუბრობდით იმაზე, რომ რამდენიმე კომიკური ეპიზოდი მოხდა სასამართლოს ხდომის დარბაზში, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ზღაპრის გმირი მოიყვანეს გამოსაკითხად, იმიტომ რომ ადამიანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც წერს სტატიებს, მაგრამ არ ვაქვეყნებ და ვინახავ. ეხლა ალბათ ყველას იგივე პარალელი გაგიჩნდებოდა ტრილოგიის ამ პერსპექტივაში. ჩვენ ეს არ შეიძლება ესე დარჩეს უბრალოდ და არ შეიძლება ადამიანებს კონდეთ განცდა, რომ სასამართლოს ხდომის დარბაზში მივლენ სრულჩვენებას მისცემენ და მე გააგრძელებენ ცხოვრება
ცხოვრებას შვიდად. მან განაცხადა, რომ წყარო მიაწოდა ჟურნალისტურ საქმიანობიდან გამომდინარე, მიაწოდა ეგრეთ წოდებული რაციის ჩანაწერები, მიაწოდეს როგორც ჟურნალისტ, მაგრამ არ გამოუყენებია ეს ინფორმაცია როგორც ჟურნალისტ. განაცხადა, რომ მან მოусმინა ამ ჩანაწერებს და ამ ჩანაწერებში ასახული იყო დანაშაულებრივი ქმედებები. ხომ არ მოისმინა რომელიმე პოლიტიკოსის ხმა, იცნობს და თუ არა პოლიტიკოსებს რომ მოესმინა, მან თქვა რომ იცნობდა, მაგრამ პოლიტიკოსების ხმა იქ არ მოусმენია. ოპოზიციის დევნის საქმეზე გამოკითხული გამომძიებლების და მოწმეების უმეტესობას არ ახსოვს ზუსტად ვინ სადიდგა აქციაზე, ვინ რა მოწოდებას აკეთებდა და რომელ დღეს. ბრალდებული პოლიტიკოსები და დაცვის მხარე ყოველ სხდომაზე მათ სანდოობას ეჭქვეშ აყენებს და აცხადებენ, რომ ისინი წინასწარი დაგეგმილი სცენარის მიხედვით მოჰყავთ სასამართლოში. ამის მიუხედავად ბრალდების მხარე ყოველთვის განსხვავებულს ამტკიცებს. მას როგორც ჟურნალისტს მისმა წყარომ, რომელიც არის კონფიდენციალური, მიაწოდა ვიდეო აუდიო მასალა მეხსიერების ბარათი, რომელშიც ასახული იყო დაახლოებით 31 ფაილი და ეს ფაილები შეეხებოდა აქციაზე 2024 წლის ნოემბრსა და დეკემბერში განვითარებულ მოვლენებს და აქციის მონაწილეთა შეთანხმებას, რაციების საშუალებით მათ მიერ ინფორმაციის გადაცემას. წინა რამდენიმე სხდომისგან განსხვავებით დღევანდელ სხდომას ამ საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზში პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ ივანიშვილის მიზანი გამოგონილი ბრალდებით პოლიტიკოსების ციხეში გამოკეტვა და ძალაუფლების მემკვიდრეობით შენარჩუნებაა. ახლა ყველაფრის გაკეთება შეუძლია საერთოდ, მათ შორის ყველა პოლიტიკური ლიდერის დაჭერა ასევე ზაფხულში, როცა სოფლიო სხვა რაღაცებზე გადართული ანიშნებს. და შემდეგ გამოცხადება ივანიშვილის ოჯახური დინასტია და საქართველოს ოფიციალურად გადაფორმდება მის უცხოპლანეტელ მემკვიდრეებს საკუთრებაში. ნოტარიუსი უწვი ადგენს ჭორვილაში შესაბამის დოკუმენტს და მას ისე თქვენ მოგაწერია იმ ხალხს. აი იმ ხალხს, ვინც საკუთარი კალმისტრებით მიხვედით 2012 წლის არჩევნებს და საქართველოს გადაიყვანეთ გზიდან და აღმოჩნდა ჩიხის გზას, ჩიხში. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა. სხდომები მომდევნო კვირიდან წერილობით იმტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. 8 ოპოზიციონერი ლიდერის განაჩენი სავარაუდოდ აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი.